მოგესალმებით. თითოეულ თქვენთან გასულმეს მადლობა იმის რომ გამოწერილეთ ჩემი არხი, იმის რომ ლაიქებთ და კომენტარებთ. ვინც არ მიცემთ გაგაცნობთ მე ვარ კატო და გაგაცნობთ რამოდენიმე წუთს და შეგახსენებთ რომ ზოგადად დიაგნოსტიკებისთვის უნდა მომწეროთ WhatsApp-ზე ან Telegram-ში მითითებულ ნომერზე, რომელსაც ვუთითებ ხოლმე ვიდეოების ქვემოთ. ასევე გეტყვით იმას, რომ გავაკეთე Telegram ჯგუფი, სადაც შეგიძლიათ დაემატოთ, ანუ კატო გრემი 3 ცხრიანით მოწებნოთ ჯგუფი და დაემატოთ. იქნება ყოველდღიური, ესე ვთქვათ, ენერგეტიკა, ანუ დღის არკანის ენერგიები, როგორი იქნება და ასევე სხვადასხვა პოსტები, რომელიც იქნება ფსიქოლოგიური კუთხითაც, პირადი ურთიერთობების დაალაგება და არა მარტო ეზოთერიული კუთხით, არამედ როგორ უნდა დაალაგოთ პირადი ურთიერთობები, ანუ რა არის მნიშვნელოვანი, როგორ უნდა გაითვალისწინოთ ადამიანის ურთიერთობაში არსებული პრობლემები, როგორ უნდა მოაგვაროთ. ასევე დაიდება სხვადასხვა, ესე ვთქვათ, სწავლებები, რომელიც შეგიწყობთ ხელს იმისთვის, რომ თქვენი ცხოვრება უფრო გახადოთ მსუბუქი, წარმატებული და ბედნიერი, ხო? ყველა ადამიანს სჭირდება რაღაცა ინსტრუმენტი, რითიც შემდგომ უკვე თავად შექმნის ყველაფერს, ხო? ესე ჰაერიდან არაფერი არ მოდის. ვთქვათ, ესე არ არის, რომ აი ბედს მივენდე და ყველაფერი ესე ჰაერიდან მოვიდა. ამიტომ ყველა ადამიანს სჭირდება ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება რომ გამოიყენოს თავისთვის სასიკეთოდ და რა თქმა უნდა ცხოვრება შეცვალოს ისე, როგორც მას უნდა, ხო, თავის სასიკეთოდ ყველაფერი, რა თქმა უნდა. მოკლედ, თუ გაინტერესებთ, რა თქმა უნდა შემოხვიდეთ Telegram ჯგუფში, მოძებნოთ კატო გრემი 3 ცხრიანი. დღევანდელი გაშლა მინდა გავაკეთო, მე მგონი საინტერესო იქნება ესეთი გაშლა რომ გავაკეთოთ. ადამიანები, კონკრეტული ადამიანი კი არა და არამედ ადამიანები შესაძლებელია რაღაცა თანამშრომლები, ნათესავები, მეზობლები, რას საუბრობენ თქვენზე, თქვენ ზურგს უკან, ხო? ანუ რას ამბობენ, ვინ ხართ, როგორ ხედავენ თქვენს ცხოვრებას, ხო, რაღაც ესეთი კუთხით. ვარიანტი მოდით გავაკეთოთ ერთი, ამიტომ კარგად დააკვირდით სიგნიფიკაციას, რა იქნება მონაცემები, ანუ ვიზია ეს გასვლა რომ უფრო მარტივი იყოს, უბრალოდ კარგად დააკვირდით, რამდენად შეესაბამება სიგნიფიკაცია თქვენს ცხოვრებას, თქვენს სიტუაციებს, თქვენს პიროვნებას და ასე შემდეგ, ხო? რა თქმა უნდა, ყველაზე შეიძლება არ რეზონირდეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვეცდები, რომ საინტერესო გამოვიდეს დღევანდელი გაშლა. კარგით, ვინ ხართ თქვენ? ვინ ხართ? ამ ეტაპზე მოდი დავიწყებ იქედან, რომ თქვენ ცხოვრებაში არის რაღაცა პერიოდი, როდესაც ყველაფერი გაჩერებული გაქვთ, ყველაფერი დატორმოზებული გაქვთ. შეიძლება რაღაც მომენტში უბრალოდ ისვენებთ კიდევაც, შეიძლება ეს მომენტიც იყოს, ხო? მაგრამ ყოველ შემთხვევაში აქ ადამიანს ენერგეტიკული გამოცარიელება შეიძლება ქონდეს. ხვდებით, არის მომენტი, როდესაც რაღაცა გავცარიელდით და მე ჩვენი თვე ხვდებით, რომ უნდა დავისვენო, უნდა დავლაგდე, უნდა გავჩერდე და თქვათ მე გავაკეთო. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე თქვენი ენერგიები მეტყველებენ იმას, რომ გადამწვარი ხართ. თითქოს რეალურად არც არავინ არ არის ისეთი დამხმარე თქვენს გვერდით და შესაბამისად აი რაღაცნაირად მართლა მარტო რომ ხართ მინდობილი სამყაროზე რას და როგორ წაიყვანს, ხო? ვინ ხართ თქვენ? ადამიანი, რომელიც სუშრომობს. მე ესე ვიტყოდი, რომ ყოველთვის რატომღაც თქვენს გარშემო არიან ადამიანები, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ბევრს გეუბნებიან, ბევრს გასწავლიან, ბევრს რჩევას იძლევიან, მაგრამ რეალურად საბოლოო ჯამში ფიზიკურად რომ რამე გააკეთონ და რამით შეამსუბუქონ თქვენი ცხოვრება, ხო? ესეთი ადამიანები ძალიან ნაკლებად არიან, ხო? თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ბევრს სწავლობს, ბევრს შრომობს, ბევრს ზრუნავს იმასთან მიმართებაში, რომ ყველაფერი გამოვიდეს. თქვენ ხართ ადამიანი და აქ საუბრობთ ადამიანზე, რომელიც
მე ესე ვიტყოდი, რომ თუ მამაკაცები უყურებენ, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი მამაკაცური ენერგიები არის და ძალიან ისეთი ძლიერი, მაგრამ თუ ქალბატონები უყურებენ და უმეტესი ქალბატონი უყურებს ხოლმე, გეტყვით, თქვენ გაქვთ ენერგეტიკა უკვე გადასული ქალურიდან მამაკაცურ ენერგიებში. ადამიანი, რომელიც არის შრომელი, რომელსაც ავალია ის, რომ უნდა შემოიტანოს, უნდა იშრომოს, უნდა გააკეთოს, უნდა მოიპოვოს, ხო? ნახეთ, ზოგადად ქალსა და კაცს შორის ხოლმე სხვაობა ძალიან ისეთი მარტივად ვიცი ხოლმე თქმა არის, რომ მამაკაცი არის, ასე ვთქვათ, მონადირე და ქალბატონი უბრალოდ რაღაცა ესეთი არსება, რომელმაც ეს მონადირები უნდა გადაანაწილოს. მაგრამ აქ არის სიტუაცია, როდესაც მონადირე ხდება ქალი, როდესაც ხდება ენერგიების არასწორი განაწილება, ესე გამოდის, იმიტომ რომ აქ უკვე გამორთული არის ის რაღაცა შინაგანი მდგომარეობა, რაც გვაძლევს საშუალებას იმის, რომ ვიყოთ უფრო ნაზები, უფრო ენერგიულები, ხო? რა თქმა უნდა, თუ ხა მამაკაცი უყურებს, ძალიან კარგია, რომ არის ეს ენერგიები, ამ შემთხვევაში უბრალოდ თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც პასუხისმგებლობით ივსება, რომელსაც აქვს ვალდებულებების შეგრძნება, რომელმაც იცის როგორ უნდა იშოვოს და მოახერხოს ზრუნვა და მოინადიროს, ესე რა ვთქვათ. ამ ეტაპზე ადამიანს აქვს სულიერი ემოციური მდგომარეობა ძალიან გამოცლილი და გამოფიტული, შეიძლება ესე ითქვას, ხვდებით. აქ ადამიანი როგორ არის იცით, რომ უკვე აღარც იცით სად უნდა წახვიდეთ და შესაბამისად შესაძლებელია იმიტომაც გაჩერდეთ. უბრალოდ აღარ იცით საით უნდა მომართოთ თქვენი ენერგიები, იმისთვის რომ თქვენს მიიღოთ ცოტაოდენი შევსება სულიერად, ხო? თქვენ იგრძნოთ, რომ ვიღაცა თქვენზე ზრუნავს, ვიღაცას თქვენი პრობლემებიც აინტერესებს, ხო? აქ ადამიანს მე ესე ვიტყოდი, რომ შესაძლებელია გქონდეთ იმის სურვილიც, რომ თქვათ შეიცვალოთ არ ვიცი, რატომღაც ეს მომენტიც მოდის, შეიცვალოთ ადგილსამყოფელი, ხო? რაღაცა ბევრი რამე ვცადე აქ, ბევრი რაღაც გავაკეთე, მაგრამ არაფერი არ გამოვიდა, ამიტომ სადღაც სხვაგან მოვწებნი რესურს, რომ წავიდე სხვა ქვეყანაში, სხვა ქალაქში და იქ მაინც გავაკეთო რაღაც მომენტი, ხო? აქ ადამიანს აქვს როგორი მომენტი, ისეთ რომ უკვე რეალური მიმართულებები ანუ როგორი მომენტია ისეთ ოცნებები რაც ქონდა შეიძლება ადამიანს ძალიან აცდა იმ გზას და ეხა უკვე არის იმ გზაზე სადაც რეალურად უკვე აღარ იცის საით უნდა წავიდეს, აღარ იცის რა ნაბიჯები უნდა გააკეთოს. საკმაოდ სტაბილური ადამიანი ხართ, მე ვერ ვიტყვი იმას, რომ არ ხართ სტაბილური ადამიანი, არ ხართ სანდო ადამიანი, შესაძლებელია ითქვას, რომ თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის რაღაც მიაღწიოთ, რაღაც ისეთი პატარა, ანუ სტაბილურ მდგომარეობას და მაშინ უკვე თქვენ გრძნობთ თავს ძალიან ისეთი დამშვიდებულად შეიძლება ითქვას. მაგრამ მეორე მხრივ როგორი მომენტია ისეთ სტაბილურობას როგორც კი აღწევთ, თითქოს თქვენი ენერგეტიკა რაღაცნაირად დუნდება და აი რო დუნდებით ზუსტად მანდ არის მერე პრობლემა იმასთან მიმართებაში, რომ აღარ გამოდის ყველაფერი, ხო თქვენ, ანუ მოვდუნდით, რაღაც მივედით გარკვეულ კრიტერიუმამდე, რაც გქონდა დასახული, მივედით და მერე უკვე რაღაცა იცით, ნახეთ, ამ სტაბილურობაში რო ექცევით, ეს სტაბილურობა თქვენთვის ხდება უკვე სწორად გამიგეთ, მაგრამ დეგრადაციის მდგომარეობა და რატო ხდება დეგრადაციის მდგომარეობა, ავხსნი ხა ამას. ამის მერე თქვენ იმდენად ეშვებით და იმდენად უკვე შიშის მომენტები, ნახეთ, გავიარე ძალიან რთული გზა, მივედი რაღაც სტაბილურობამდე და უკვე შიშის მომენტი არის, რომ ეს სტაბილურობა ჩვენთვის არის კომფორტის ზონა. კომფორტის ზონაში როგორც კი გადაგექცევათ ის რაღაცა კონკრეტული მდგომარეობა, თქვენ აღარ მოძრაობთ, აღარ იბრძვით, აღარ აქტიურობთ, აღარ ცდილობთ რაღაცა ახალის მოძებნას და შესაბამისად მერე უკვე აი ეს შიშებსა და უკეთესობას შორის
ხდება ძალიან დიდი შეჯახება და საბოლოო ჯამში ადამიანი უკან მოდის და აღარ მიდის წინ. ნახეთ, სტაბილურობასაც კი კარგავთ, იმიტომ რომ თუ ხა თქვათ რომ გქონდეთ პირობითად 100 ლარი და ჯიბეში გქონდეთ, თუ არ იყიდით საჭმელს, შესაბამისად შეიძლება შიმშილით წაგივიდეთ გული, ხო? და თუ იყიდით და იმის შიშით ხარჯავთ, რომ მე ხვალ რაღა მეშველება, რა თქმა უნდა, ისედაც უკვე პრობლემა იქნება, ხო? ეხლა ნერვიულობით განწაგივად გული, რომ აი როგორ ხვალ რა უნდა გავაკეთო და რა იქნება. ნახეთ, აქ დასაბალანსებელი გაქვთ ის მომენტი, რომ აი სტაბილურობამდე რომ მიდიხართ, ეს სტაბილურობა არ გადააქციოთ ისეთ კომფორტის ზონად, სადაც თქვენს რეალიზებას და თქვენი თავის წინსვლას დაკარგავთ, ესე რომ ვთქვათ, ხდებით? აქ ძალიან სჭირდება ადამიანს ურთიერთობები. შესაძლებელია კიდევაც რომ იყო, მაგრამ ურთიერთობებში, მაგრამ ყველა ურთიერთობა თითქოს ერთნაირად, ერთციკლურად მიდიოდა. ანუ ყველაფერი კარგად, მერე ყველაფერი ინგრევა, ხო? აქ როგორი მომენტია ისეთ, ადამიანს აქვს ძალიან ბევრი შიშის მდგომარეობა. შესაძლებელია იყოს ისეთი სიტუაციაც, ვისთანაც ოჯახში იყო რაღაცა პრობლემები, ნახეთ, და აი ეს ოჯახური ხაზი ადამიანის აღზრდაზე ძალიან ისე ძიმეთ მოქმედებდა, ხო? ძიმეთ მოქმედებდა, იმიტომ რომ თქვათ, შეზღუდვები ჰქონდათ ძალიან დიდი, ან რაღაცა პრობლემატური იყო, ან ოჯახი დაიშალა და დაინგრა. ხო, აქ არის ადამიანი გამოცდილი, რომელსაც შეიძლება ითქვას ძალიან ცოტა ყველაზე მტკივნეული მომენტი მაინც რაღაც ოჯახურ სიტუაციებთან აქვს, მის სახთან აქვს. შეიძლება ვიღაცისთვის იყოს ის მომენტიც, რომ აქ ადამიანმა დაკარგა თავისი ძირის სახლი და თქვათ რაღაცა პრობლემებიდან გამომდინარე, მაგრამ ეს პრობლემები თქვათ, მოდით ესე ვიტყვი, დავუყოთ ხო, პრობლემები, როდესაც არის ჯანმრთელობის პრობლემა და მაშინ იკარგება რაღაცა ქონება არ არის მანდ პრობლემა, იმიტომ რომ მთავარი ადამიანი იყოს ჯანმრთელად, მაგრამ როდესაც არ არის ისეთი სერიოზული პრობლემა და რაღაცა მძიმე ჯანმრთელობის პრობლემა არ დგას და ყველაფერი იკარგება რაღაც პატარ-პატარა სისუსტეების და რაღაცა არასწორი გათვლის ან უბრალოდ არასწორი ქმედების გამო, მაგ შემთხვევაში უფრო მეტი ტკივილი მოდის, ხომ? აქ შესაძლებელია იყოს კიდე ესეთი ადამიანიც, რომელსაც ნახეთ პასუხისმგებლობები აქვს აღებული, იმიტომ ძალიან ძლიერად და აი ეს რაღაცა ესეთ ენერგიებში, იმიტომ არის რომ თქვათ იყან შვილები და ნუ ცდილობს რომ გაამყაროს და გაამართლოს თავისი ოჯახში შეყვანის მდგომარეობა, ხდებით? და აი ეს მომენტები ძალიან მნიშვნელოვნად ისახება ადამიანის ენერგეტიკაში, მაგრამ ნახეთ როგორი მომენტია, აქ დაიღალეთ, ხო, დაიღალეთ იმითი, რომ სულ რაღაცა პასუხისმგებლობების წინაშე გახართ, სულ რაღაცას ცდილობთ, სულ რაღაცას ელოდებით შეიძლება ითქვას, ხდებით? და საბოლოო ჯამში არ დადგა ეს მოლოდინები, არ დადგა ეს საბოლოო აღიარება შეიძლება ითქვას, არ დადგა ეს რაღაცა სტაბილურობაც და უფრო აქ აღიარების მომენტი არის, რომ თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ყველაფერს ართმევს თავს, ყველაფერს აკეთებს და იმსახურებს. ნახეთ, ის კი არა რომ ვიღაცა ვალდებულია რაღაცით მომენტში, არა, თქვენ ყველანაირად დამსახურებული გაქვთ, ხო? ყველანაირი პატივისცემა, ეს არ აქვს მნიშვნელობა, ურთიერთობა იქნება, ოჯახიდან იქნება თუ რაც. აქ შესაძლებელია იყოს კიდე ესეთი მომენტები, როდესაც აი შვილებთან გვაქვს რაღაცა ცოტა ესეთი დაძაბული მომენტები და ნახეთ მე ყველაფერი ვალდებულება აღებული მაქვს და ნუ თუ აღარ მოვიდა იმისი დრო, რომ რაღაცა შენი წილი პასუხისმგებლობა აიღო, ხო? შვილი შეიძლება ხა იყოს 18 წლის, 20 წლის, 40 წლისაც არის ხომ ესეთი პატარა ბავშვები, ასაკით დიდი, მაგრამ სულიერად პატარები, ხო, რომლებიც აღარ დაადგა საშველი და აქედან გამომდინარე თქვენი ენერგეტიკა არის გამოფიტული ახლა ამდენი პასუხისმგებლობები ამდენი ნახეთ ვიშოვო მე, გავანაწილო მე. მეორე მომენტი კიდე იცით რა არის აქ, რომ
ადამიანს ისე აქ რო იტყვიან გამჯდარი ეს პასუხისმგებლობის მდგომარეობა, რომ რაღაც მომენტში შეიძლება იმასაც ფიქრობდეთ, რომ თქვენს გარეშე რა ეშველება საზოგადოებას, ვისაც თქვენ უდგახართ გვერდში, ხო? ანუ ყველა თავის გზას ძალიან კარგად იპოვის, ისე რომ თუ თქვენ არ მიხედავთ თქვენს თავს აქ და რამე ისეთი სიტუაცია იქნება, იმიტომ რომ სულიერი პრობლემები და ენერგეტიკულად გაცლა ეს არ არის კარგი არც ჯანმრთელობისთვის ვხვდებით, იმიტომ რომ ეტაპობრივად მე ნერვიულ სისტემას ურტყავს, ნერვიული სისტემა გულს სისხლძარღვთა სისტემას ურტყავს და ასე შემდეგ, ხო, მიყვება ეს ყველაფერი ერთმანეთს და ადამიანის ჯანმრთელობა აღარ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. აი ესეთი ადამიანი არის მოკლედ აქ მოსული. ნახოთ აბა თქვენ ზურგს უკან, რა საუბრობენ, რას ამბობენ. თუ ამოიცანთ თქვენი თავი, ნახოთ. საზოგადოება რა საუბრობს თქვენზე, თქვენ ზურგს უკან. ის რომ ძალიან შრომელი ხართ, ის რომ თქვენ დღე იწყება შრომით. ვერ ვიტყვით რომ ამ ეტაპზე რომ რაღაც ესეთი ცუდად საუბრობენ, მაგრამ საუბრობენ იმას, რომ შეიძლება ითქვას, რომ ძალიან სამართლიანადაც მოგდით ყველაფერი, რაც მოგდით. ძალიან კარგი თუ ესე საუბრობენ. საუბრობენ იმას, რომ თქვენ ხართ ადამიანი, რომელმაც შეიძლება მიაღწია თავისით ყველაფერი. ვიღაცისთვის აქ ესე ვიტყოდი, თქვენ ხართ ვეძმა. თქვა დაფარულია რეალურად ნახეთ როგორ მომენტი, ანუ ადამიანები საუბრობენ იმას, რომ შეიძლება კი სამართლიანად იღებთ ყველაფერს, რაც გაქვთ და როგორც გაქვთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრს მუშაობთ, მაგრამ ამავდროულად ამბობენ იმას, რომ თქვენი გზები იმიტომაც არის გახსნილი და თქვენი გზები იმიტომ არის ესე თითქოს მარტივად ჩანს ის თქვენი მუშაობის პროცესიც და ის თქვენი მიღებული დივიდენდებიც, ესე რომ ვთქვათ, ყოველ შემთხვევაში ისე ჩანს, რომ ძალიან კარგად გაქვთ ყველაფერი და იდეალურად, ფაქტიურად თქვენს გარშემო საუბრობენ იმას, რომ თქვენ გაქვთ ყველაფერი იდეალურად, გაქვთ ყველა გზა გახსნილი, გაქვთ ყველაფრის შემოსავლებით ძალიან კარგიც გაქვთ საკმაოდ კარგი ქონება, შეიძლება ითქვას. საუბრობენ იმას, რომ ცოტა ესეთი ცოტა კონფლიქტური ადამიანიც ხართ შეიძლება ნახეთ კონფლიქტური ადამიანი რა კუთხით როდესაც ადამიანები არ ვანახებთ ჩვენს პირად სივრცეს და როდესაც ადამიანებს არ ვაცნობთ რითი სუნთქავთ რა სჭამთ რა სვავთ რა გვასვია საიდან რა მოგვდის და ცოტა ჩაკეტილი მდგომარეობა არის და ვერ იგებენ ვინ შემოდის სახში და ვინ გადის შესაბამისად მე რატომღაც ადამიანებს უჩნდებათ ის მომენტი რომ თქვენ ხართ კონფლიქტური ადამიანი და ადამიანებს არ აძლევთ საშუალებას თქვენ ხართ იმპერატორი აი რა გითხრათ ქურუმიქალი იმპერატრიც ერთად ხართ თქვენ ხართ ადამიანი რომელიც ძალიან კარგი ენერგეტიკა აქვს და ყოვლის შემძლე დედოფალი ხართ რომლისთვისაც არ არსებობს დახურული საკითხი, რომლისთვისაც არ არსებობს არანაირი პრობლემა, რომელიც ყველა შემთხვევაში ნებისმიერ სიტუაცია, რაც არ უნდა მოხდეს მის გარშემო, ძალიან მარტივად უმკლავდება, ხო? შეიძლება ის მომენტიც თქვა, რომ თქვენს ცხოვრებაში არანაირი ქურუმი, ქალბატონი ქურუმიც, ნუ არ ვიცი. თქვენ თითქოს რაღაცა იძახიან ხოლმე, რა ქუთბედიანი ადამიანიაო, არის ეს მომენტი, რომ ადამიანს რაღაცა პრობლემები რაც არ უნდა იყოს, რაღაცნაირად სულ უმართლებს და უმართლებს, ხო? თითქოს ესე ამბობენ, რომ ყველაფერში გიმართლებთ, ხო? გიმართლებთ და თქვენთვის პრობლემები არ არსებობს, ხო? ანუ თქვენ ცხოვრობთ, აი, რა ვიცი, ყოჩახ თქვენ, რამ დაგყალათ, მაშინ ესე ძალიან თუ კი ყველაფერი მარტივად მოგდით, ხო? მე ესე ვიტყოდი, აქ უყურებენ ანუ აქ ადამიანები რა საუბრობენ იმასთან მიმართებაში რომ ნებისმიერ შემთხვევაში ნებისმიერ სიტუაციის მდგომარეობის მოbrunება შეგიძლიათ. თქვენ შეგიძლიათ რომ ყველა იმ სირთულეს გაუმკლავდეთ, რაც კი შეიძლება შეგექმნათ. მე ესე ვიტყოდი, შესაძლებელია ერთ მეორე მომენტი კიდე იცით რა საუბრობენ თქვენ ხართ ვეძმა თქვა წაღან თქვი და ნამდვილად შეიძლება ესეც უყურებდნენ რომ იცით ну, არ ვიცი ხა ვიღაცა შეიძლება ძალიან ისეთი სიტყვა გაქვთ, ხო? როდესაც რაღაცა სიტყვას
იტყვით ადამიანს უსრულდება ხო პირობითად ან რაღაცა ძალიან ისეთი ინტუიცია გაქვს რომ რაღაცა იტყვით და აქ ძალიან ისე ზუსტად ისე ხდება ხო ანუ გაქვთ თქვენი რაღაცა შინაგანი დიდი ძალა რომელიც ნუ ადამიანებს შეიძლება რაღაც მომენტში შიშსაც კი გვრიდეს ესე ვიტყოდი და ნახეთ როგორი მომენტია მე ესე უფრო ვხედავ რომ აქ ადამიანები შეიძლება გერიდებოდნენ აი ისეთი ადამიანები რომლებიც ოჯახის წევრები არიან ნათესავები მაგალითად რაღაცნაირად ცდილობდნენ რომ ცოტა უფრო დისტანცირებულები იყვნენ თქვენთან თუნდაც იმიტომ რომ თქვენ ძალიან პირდაპირ შეგიძლიათ ადამიანს დაანახოთ თავისი რეალური სახედ რაც არავის არ მოსწონს ხო აი ნახეთ თქვენ ზურგს უკან საუბრობენ იმას რომ თქვენთვის არ არსებობს არანაირი პრობლემა. თქვენ ხართ ძალიან წარმატებული, ძალიან ჭკვიანი, ძალიან ძლიერი. ესე ვიტყოდი, რომ საშიში ადამიანიც, იმიტომ რომ ხართ ვეძმა, იმიტომ რომ რაღაცა შეგიძლიათ გააკეთოთ, იმიტომ რომ არ დათმობთ თქვენს ესე ვთქვათ, არ დაუთმობთ ესე მარტივად იმას რაც ძალიან ბოლომდე თქვენ გეკუთვნით, ხვდებით, აი ხო არის რაღაცეები, რომელსაც არ დავთმობ, იმიტომ რომ ეს ჩემია, კონკრეტულად ჩემია და გამორიცხულია რომ დავთმო, ხო? აი რაღაცის მომენტი არის აქ. ძალიან მარტივად თან პლუს მაგას საუბრობენ იმას, რომ თქვენ შეგიძლიათ მოატრიალოთ სამყარო. ნახეთ, რაღაც ან შესაძლებელია ვიღაცების მომენტი იყოს ისეთი, რომ თქვენ ცდილობენ რაღაცა ნეგატიური ბოდიშით ნეგატიური ზემოქმედების გაკეთებას და შესაბამისად მაგალითად გამომდინარე არის ეს მომენტი რომ ნახეთ აი რამდენი რამე გავაკეთეთ რამდენი რამე ვეცადეთ მაგრამ ადამიანი მაინც ფეხზე დგას ხო თუნდაც რომ ნახეთ აი თქვენს ცხოვრებაში რაღაც ისეთი ძალიან ისეთი სირთულეები ყოფილიყო რომ მოგწეოდათ აი მართლა რეალურად წასვლა საკუთარი ფუძიდან ხო თქვენ მაინც შეძელით და გაართვით თავი და თუნდაც მარტომ შეძელით 3-4 შვილითაც ცხოვრების დაწყება ნოლიდან ხვდებით და ეს ძალიან საინტერესო არის ყველასთვის ვერ ვიტყვი რომ მე აქ უფრო ვიცით რა მომენტს ვხედავ რომ ადამიანებს იმდენად ეშინიათ თქვენი აქ შიშს უფრო გრძნობ რომ დიდად აღარ საუბრობენ თქვენზე, დიდად აღარ საუბრობენ რაღაცა ისეთი ნეგატიური კუთხით არ საუბრობენ, ბოლოდ მათ ძალიან უკვირთ რომ თქვენ ძალიან კარგად გამოგდით ყველაფერი, კარგად ართმევთ თავს ყველაფერს, თქვენი ოჯახი ყავთ გვერდით, გაქვთ შესაძლებლობები, გაქვთ გახსნილი გზები გაქვთ თავისუფალი სივრცე, მატერიალურად აყვავებული ხართ და ნუ რეალურად თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც კიდევ ერთხელ ვიძახი, არანაირი საფიქრალი, არანაირი პრობლემა, არანაირი არაფერი არ აწუხებს, თუმცა ალბათ ეს თქვენი დამსახურებაც არის თუ ადამიანებს არ აძლევთ იმის საშუალებას, რომ ასე თქვენს პირად სივრცეში შემოიჭრან და წითელ ხაზებს გადმოაბიჯონ, რა თქმა უნდა, გარედან ყველაფერი ლამაზად ჩანს, ხო? ნუ ყოველ შემთხვევაში ესე საუბრობენ თქვენზე. მე გისურვებთ, რომ ნამდვილად ისე იყოს, როგორც საუბრობენ თქვენზე, ნამდვილად გქონდეთ ისეთი შემოსავლები, როგორიც თქვენ გინდათ და თქვენს ოცნებებს აასრულებს, ნამდვილად გქონდეთ ისეთი წარმატებული, ყველა გზა გახსნილი როგორიცაც ხედავენ თქვენს გარშემო და საუბრობენ და ყველაფერს საუკეთესოს, რა თქმა უნდა, გისურვებთ ბედნიერებას, სიყვარულს, წარმატებას, მატერიალურ კეთილდღეობას და შეგახსენებთ, რომ პირადი დიაგნოსტიკისთვის უნდა მომწევთ პირადი შეტყობინება WhatsApp-ზე ან Telegram-ში. დროებით